ოქროს ფრთის მფლობელი ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა, ქრონიკის ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე და ღია ეთერის წამყვანი ვახო სანაია გახდნენ. დაჯილდოვდა კიდევ 20-მდე ჟურნალისტი და წელს აქცენტი რეგიონულ ჟურნალისტიკაზე გაკეთდა. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი წელს მე-11-ს ჩატარდა დეტალებით ჩვენ სიუჟეტში. ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ქართულ მედია სივრცეში იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნუგზა რუხაძემ გადასცა. მოკლე დროში ყველაზე მაღალი რეიტინგის მოპოვებისთვის და ობიექტური მუშაობისთვის ოქროს ფრთა ბაია ცანავა მიიღო. ქრონიკა 2013 წლის ოქროს ფრთის მფლობელი გახდა. ძალიან მიხარია, რომ ეს ტრადიცია არსებობს უკვე 11 წელია, 11 წელია ეს კონკურსი ავენს გამარჯვებულ ჟურნალისტებს და ეს არის მეტი სტიმული და მეტი პასუხისმგებლობა ყველა ჟურნალისტისთვის, ანუ ოქროს ფრთის პრეტენდენტი ლაურეატი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ღირსეულად გააგრძელებს ამ ტიტულის მომავალში ტარებასაც. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა ოქროს ფრთა წელს უკვე მე-11 ღონისძიება ჩაატარა. სხვადასხვა მიღწევებისთვის ხუთკაციანმა ჟიურიმ პროფესიონალები დააჯილდოვა. იმისთვის, რომ არის ობიექტური და მიუკერძოებელი. ოქროს ფრთა ქრონიკის ჟურნალისტმა თამარ ჩიხლაძემ წელს პირველად მიიღო. ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი დღე, რომ დაიდო კონკრეტული რეიტინგის შედეგები და გამოჩნდა, რომ ტელეკომპანიას 97% უყურებს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის ციფრი, რომ მაყურებელი თვლის, რომ ტელეკომპანია არ ემსახურება არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესს. ძალიან მიხარია, რომ ვარ ამ გუნდის წევრი, რომელსაც შეუძლია დაგოს ესეთი შედეგი. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის ღია ეთერის წამყვანს ვახო სანაიას ჯილდო ჯეოსელის დირექტორმა პასი კოისტინელმა გადასცა. მე მემაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, როდესაც შენი მაყურებელი გაფასებს და შენი მაყურებელი გეუბნება იმ ძალიან რთული შრომისთვის მადლობას ყოველი გადაცემის მერე. მაგრამ ასევე ყველა ჟურნალისტისთვის, ვინც მედიაში მუშაობს და საქმიანობს, მისთვისაც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მას აჯილდოებენ, გადასცემენ იმის აღსანიშნავად ჯილდოს, რომ ის აკეთებს რაღაც მნიშვნელოვანს თავისი მაყურებლისთვის. ოქროს ფრთა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის საზეიმო ცერემონიალი მრავალფეროვანი აღმოჩნდა. წელს აქცენტი რეგიონალურ ჟურნალისტებზე გაკეთდა. საპატიო პრიზით ჟიურიმ მედიის 20 წარმომადგენელი დააჯილდოვა. დღეს არის დღე, როდესაც ჟურნალისტებს ეუბნებიან მადლობას და ოქროს ფრთა აღმოჩნდა ის ჯილდო, რომელმაც უკვე მე-11 წელია თავისი მახასიათებლებით, თავისი ღირსება შეინარჩუნა და განაგრძობს არსებობას. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი 2003 წელს დაარსდა. ტარდება პერმანენტულად და 11 წლის განმავლობაში ფონდმა არაერთი პრემია გასცა. როგორც დაჯილდოებაზე ოქროს ფრთის პრეზიდენტი მედიას დაპირდა, მომავალ წელს აქცენტი ბეჭდური მედიის წარმომადგენლებზე გაკეთდება.